დღეს ვიმყოფებოდით ანტიკორუფციულ ბიუროსთან, სადაც გვინდოდა გადაგვემოწმებინა დაბრუნდა თუ არა საქართველოში რაჟდენ კუპრაშვილი, თუმცა არც დაცვის წევრებმა და არც მისი სამსახურის თანამშრომლებმა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, ნაწილი გვეუბნებოდა, რომ არ იცოდა სად იმყოფებოდა რაჟდენ კუპრაშვილი. სად იყო მივლინებაში, ესეც უცნობია, რადგან შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა ამ დრომდე ანტიკორუფციული ბიუროს სოციალურ ქსელში არ გავრცელებულა. ერთადერთი სიახლე დაიდო 1 საათის წინ, საიდანაც ვიგებთ, რომ კუპრაშვილი შეხვდა საქართველოში ისრაელის ელჩს, შესაბამისად ჩნდება განცდა, რომ ის უკვე თბილისში არა და გვინდოდა მარტივი კითხვის დასმა რაჟდენ კუპრაშვილთან, რატომ ვერ ნახეს დეკლარაციებში შეუსაბამობები კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციებში, რადგან პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის თანხა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი დეკლარაციაში ასახავდა, როგორც მამის ნაჩუქარ თანხად, რეალურად იყო არალეგალური შემოსავლის დეკლარირების მცდელობა. ანუ პროკურატურამ დეკლარაციის შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ არალეგალური შემოსავალი ჰქონდა ღარიბაშვილს. ერთ-ერთი ვერსია ეს არის საგამოძიებო უწყების, შესაბამისად გვინდოდა კუპრაშვილისგან გარკვევა, რატომ ვერ ნახეს ეს შეუსაბამობები მან და მისმა უწყების თანამშრომელმა, თუმცა მედიასთან კუპრაშვილი არ გამოჩენილა. ჩვენ ვცადეთ მასთან პირადად კომუნიკაციაც სატელეფონო ზარი, თუმცა არც ზარებს არ უპასუხა და მისი პრესსამსახურის ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოდის. რამე გაქვთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან კითხვები, მიმართეთ წერილით. დღეს მოვიდა სამსახურში თუ არ მოსულა? ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით, ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით მიმართეთ წერილობით ანტიკორუფციულ ბიუროს. ზოგადად ბიუროს ხელმძღვანელი სამუშაო დღის განრიგს ჩემთან არ ათანხმებს რა. მიმართეთ უკაცრავად ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართეთ წერილობით. ბატონო, მივლინებაში იყო მაგალითად წინა კვირას ასეთ მადლობა, კარგად გზამდებოდეთ. სად იმყოფება ახლა? მადლობა, კარგად. რაჟდენ კუპრაშვილი დაბრუნდა სამსახურში, ნახეთ. არიცით. რაჟდენ კუპრაშვილი იმყოფება თუ არა სამსახურში? თქვენ რა ინფორმაცია? არ ვიცი. ნახეთ თქვენ პირადად. ბოლოს როდის ნახეთ? ფიზიკურად სამსახურში ბოლოს როდის კუპრაშვილი როდის ნახეს? ბოლოს. სამსახურში როდის იმყოფებოდა? თქვენ პირადი კომუნიკაცია გქონდათ მასთან? ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს, პრემიერის დაქვემდებარებაშია. თვითონ რაჟდენ კუპრაშვილი არის ირაკლი ღარიბაშვილის კადრი. არასამთავრობო ორგანიზაციები სვამენ კითხვას, სწორედ განზრახ არ დაინახეს თუ რეალურად ვერ ამოიცნეს დარღვევები ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებმა. ჩვენ ეს კითხვა დაუსვით ქართული ოცნების წევრებსაც, ხედავენ თუ არა პასუხისმგებლობის წილს რაჟდენ კუპრაშვილის ქართულ ოცნებაში დღეს მის დაცვაში ნამდვილად ეტყობოდათ დაბნეულობა. არ გახლავთ საგამოძიებო უწყება. ის გახლავთ სხვადასხვა ფუნქციის მატარებელია, ერთ-ერთი მათ შორის არის საჯარო მოხელეების დეკლარაციების შევსების ორგანიზება და მისი გადამოწმება. იმ გადამოწმება ასე ვთქვათ, არა საგამოძიებო ინსტრუმენტებით, ასე ვთქვათ, არამედ იმგვარი ინსტრუმენტებით, რომელიც მათ შორის შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანსაც გააჩნდეს. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალს და ასე შემდეგ, ამას კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ეს ასპარეზი უნდა დაუთმოთ სრულად ჩვენს საგამოძიებო უწყებებს, პროკურატურას. რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაინახა ძალიან დიდი. ისწავლობს დეკლარაციებს ბატონო კახა და კითხვები მას უნდა გაუჩნდეს პირველ რიგში და გამოიწვიოს. არასწორად შეავსო დეკლარაცია, ეს რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა კითხვები არ უნდა გაჩენო და მამის მიერ ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებით ხომ ამაზე აპელირებს გამოძიება. შესაბამისად გამოძიება მიმდინარეობს სამმართველობით და საზოგადოებამ მოისმინა რაჟდენ კუპრაშვილის ბრალეულობას თუ ხედავთ? რაშვაშია რაჟდენ კუპრაშვილი უბრალოდ. ვერ ხედავთ მის ბრალეულობას, რომ წლების განმავლობაში რაზე უნდა გაჩენოდა, მოწმენდილ წაზე ხო ვერ გაუჩნდებოდა. რატომ არაერთი საგამოძიებო რეპორტაჟი მომზადებულა? ყველა რეპორტაჟი იყო ტყუილი. ბრალის დადგენილებაში წერია ყველაფერი, რაც რეპორტაჟი. თქვენ გაქვთ საკითხული რა შედარება. გაქვთ საკითხული? გაქვთ შეკითხვები? სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს ვალდებულება არის საჯარო მოხელეების დეკლარაციების შესწავლა. დარღვევის შემთხვევაში კი ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ პროკურატურას ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს. რაჟდენ კუპრაშვილი იყო ის, ვინც 3 თვის წინ მედიას უმტკიცებდა, რომ ღარიბაშვილის, ლილუაშვილის თუ გომელაურის დეკლარაციებში მისმა უწყებამ დარღვევა ვერ ნახა და მაშინ სწორედ ამბობდა, რომ მაგალითად რომეო მიქაუტაძესთან დაკავშირებით დარღვევა დააფიქსირეს, თუმცა ეს
შემთხვევა 2 წლის წინ მოხდა, საგამოძიებო უწყებებსაც მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა არ გვპასუხობდა და არ იცოდა მაგალითად, რატომ არ ჰქონდა საგამოძიებო უწყებას მიქაუტაძის შესახებ რეაგირება 2 წლის წინ, როცა ანტიკორუფციულმა ბიურომ შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა.